Ამ წუთებში უნდა დაიწყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი. Მას 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ლილუაშვილი ბრალს არ აღიარებს. ლიზი ვეკუა განაგზობს საუბარს ამ საქმეზე. რამდენიმე წუთში დაიწყება საქალაქო სასამართლოში სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის საქმის განხილვა. საქმე უკვე არსებით განხილვის ეტაპზეა და დღეს როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარისგან უნდა მოვისმინოთ შესავალი სიტყვა. საინტერესოა იტყვის თუ არა რაიმე სუსის ყოფილი უფროსი დღევანდელ სასამართლოს ხტომაზე ბრალთან დაკავშირებით. ამ დეტალებს მედია ვერ მოგაწვდის, რადგან სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობის საფუძველზე პროცესები უკვე რამდენიმე თვეა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. ეს ყველაფერი მოსამართლემ დაადასტურა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო მხედველობაში და უკვე რამდენიმე თვეა გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლოს ხტომები დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, დაცვის მხარე არც დახურული პროცესის ფორმატს ეთანხმება. ისინი ამბობენ, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ეს პროცესები უნდა ყოფილიყო ღია და საჯარო იმისათვის, რომ დამტკიცებულიყო ის, რომ გრიგოლ ლილუაშვილი არ არის დამნაშავე. დაცვის მხარე ამტკიცებს ამას, თავად ბრალდებული სუსის ყოფილი უფროსიც ამბობს, რომ ის არის უდანაშაულო და ბრალს არ აღიარებს. ეს არის პროცესის გახსნა, მოგეხსენებათ, პროცედურულად არის შესავალი სიტყვები. ამის შემდეგ ბრალდების ხარე შეუძლია უკვე მოწმეთა წარმოდგენა. ეს არის ბრალდების ხარის კომპეტენცია. ამ შემთხვევაში ბრალდების ხარი გეგმავს ვინ, როდის და რამდენი მოწმე წარმოადგინოს და შესაბამისად დამოკიდებული ვართ ბრალდების ხარის შესავალი სიტყვაში, რა თქმა უნდა, მის უდანაშაულობას, ჩვენი დაცვის ქვეშ ყოფის უდანაშაულობას უსვათ ხაზს და მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი განსახილველი მტკიცებულებები ვერ უზრუნველყოფენ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის დადგმას. ირიბია ეს ყველაფერი რა, ირიბი მტკიცებულება გადმოცემით, ამბობით და ასე შემდეგ. რაც შეეხება საპროცესო საქმეზე არაფერი საუბარი არ მიმდინარეობს, ვინაიდან მოგეხსენებათ, ჩვენი დაცვის ყოფი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. სუსის ყოფილი უფროსი კორუფციული ბრალდებებით არის დაპატიმრებული, როგორც მოისმინეთ, დაცვის მხარის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქმეში არ დევს არანაირი პირდაპირ მტკიცებულება, რომელიც გრიგოლ ლილუაშვილის ბრალეულობას დაადასტურებს. მას ბრალი ედება სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე. სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს იმასაც, რომ 2021-23 წლებში გრიგოლ ლილუაშვილი მფარველობდა კოლ-ცენტრებს და გრიგოლ ლილუაშვილს ამ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.